მოგესალმებით, მეგობრებო, მინდა გავაგრძელოთ ციკლი მარსის ელოდებით ბევრი სავარაუდოდ. წინა ვიდეოში საკმაოდ ვრცლად ვისაუბრე მარსი რას ნიშნავს საერთოდ ასტროლოგიაში, რა მიმართულებას გვაძლევს პიროვნებაზე, რა დახასიათებას გვაძლევს მარსის მდებარეობა, იქ ასპექტები, სახლის მდებარეობა, მთლიანად იკვრება ხოლმე პლანეტა ზოგადად, აი ესე ცალ-ცალკე რომ ვნახულობთ ასპექტებში, ნიშანში და სახლში, უბრალოდ ახლა მაინც უფრო ნიშანზე ვაკეთებ აქცენტს და სახლზეც გარკვეულწილად, რომ უფრო აი ვინც შედარებით უფრო დამწყები არის მაგალითად, უფრო კარგად გაერკვეს რა არის ასტროლოგიაში მარსის მდებარეობა, ნუ რა თემებს ეხება, ხო, რა შეიძლება ვიპოვოთ ჩვენ თავში, ხო, მარსის მდებარეობით. ძალიან ორი სიტყვით რო გითხრათ, წინა ვიდეოში კი ვცვლად ვისაუბრე, მარსი პირად რუკაში რო უყურებთ, ეს არის ადამიანის მთავარი ბრძოლის ენერგია, სად ვიბრძვით, რა ფორმით ვიბრძვით, სად მოგდის აგრესიულობა, თავდაცვითი ინსტინქტები, ან ენთუზიაზმი უბრალოდ, ხო, ანუ მარსი არ არის მარტო ომი და ბრძოლა და კონფლიქტები, ეს არის ინიციატივა, სად შეგვიძლია ჩვენ გამოვავლინოთ, რა ფორმით გამოვავლინოთ ინიციატივა, რა ფორმით ვიბრძოლოთ იმისთვის, რაც ჩვენთვის ღირებული არის და მნიშვნელოვანი არის, ანუ ნებისმიერი აგრესია გამოხატული, რომელიც კეთილი საქმისთვისაც არის ხოლმე ეს აგრესია, როგორც წესი აქ მარსიანული ენერგია არის ყოველთვის ჩართული. მარსის ასპექტები მიგვანიშნებს ხოლმე ჰარმონიული თუ არის ეს ადამიანი უფრო ინიციატივიანი არის, უფრო დრაივერი არის, ნეგატიური ასპექტები ცოტა კომპლექსებს და თავის შეკავებულობას ან აგრესიულობას მიანიშნებს ხოლმე ზოგად სურათში რო ავიღოთ. უბრალოდ, აი როგორ ფორმით ეს ასპექტებში, როგორ ფორმით მუშაობს მარსი, მათ მაინც ნიშანს ვაქცევთ მთავარ ყურადღებას. ჩვენ გავიარეთ, ახლა კირჩხიბამდე მივედით წინა ვიდეოში. ეხლა მარსი ლომის მდებარეობაში ან მეხუთე სახლში, მაგალითად, აი ეს მინდა ძალიან მოკლედ აგიღწეროთ. როდესაც ხედავთ მარსის მდებარეობას, ცეცხლოვან ნიშანში, ლომში, ესეთი ადამიანი, თან ჩვენ წინა ვიდეოშიც გავიარეთ, რომ მაინც ქალთან სხვანაირად ავლენს მარსი თავს და მამაკაცთან სხვადასხვანაირად ავლენს. თუმცა არსი არის ერთი, ლომის ენერგია ხა ჩვენთან ეს არის სითბო, სიყვარული, სიამაყე, რაღაცნაირად ესეთი იმპერატიულობა და მარსი აქ, როდესაც ხდება ესეთი ადამიანი, არის საკმაოდ აი მისი აქტივობა შედარებით შეიძლება ლომური ტიპაჟისთვის დამახასიათებელი იყოს, ცოტა სიზარმაცე, ცოტა იმპერატიულობა, ისევ რომ გავიმეოროთ, რომ აი მაგალითად ახლა მარსი ლომი დაიხარჯება ესეთ რაღაცაზე რა, აი რომ ძალიან ღირდეს ახლა რაღაც აქტიურობა, ისეთ რაღაც წვრილმანებზე, როგორც მაგალითად მარსი ქალწული შეიძლება წვრილმანებში ჩადოს მთელი ენერგია, მარსი ლომი ესეთი არ არის. როგორც წესი, ასეთი მდებარეობა მამაკაცებში ეს არის ძალიან ისეთი სიამაყისკენ მიდრეკილი მარსი, საკმაოდ ლიდერული პოზიციის გამოხატვა უყვართ მამაკაცებს, მაგალითად ამ მდებარეობით. ლიდერული პოზიცია იქნება ეს, რომ აი ადამიანი თანამდებობებისკენ, ან გავლენებისკენ, ან ისეთი რაღაცებისკენ ილტვის, სადაც არის ლიდერობა საჭირო, ხო ჯგუფური, აი გუნდს რო შეკრავს ადამიანი, აქ ასეთ ლიდერობაზე არ არის ლაპარაკი და არა ვერძულ ლიდერობაზე, ხო მარტო როცა მიდის მაგალითად. მარსი ლომისთვის დამახასიათებელი არის ცოტა სიზარმაცეც, გააჩნია იქ ასპექტებსაც, თუმცა ლომი ჩვენთან ეს თამაშია, გართობა არის, შეიძლება ადამიანი იყოს ძალიან ისეთი თეატრალური ან ძალიან ამაყად მოძრაობდეს მაგალითად, ხო რაღაც გულით რო ურთიერთობენ ადამიანებთან, მთელი ენერგია ამოდის ადამიანისგან, როგორც კი იქ რაღაც ან თამაში არის, ან თავის გამოჩენა არის საჭირო მაგალითად, ხო? აი მეფური ესეთი ისინი შეიძლება ქონდეს მიმიკები ადამიანს ან მოქმედებები, ხო? ეს ზოგადად ლომში როცა ხდება პლანეტა, აი ეს მეფურობა, ეს რაღაც ძიცულოვნება, ეს იმპერატიულობა ზოგადად ახასიათებს ხოლმე. უბრალოდ მარსი როცა ხდება მან, ეს არის მოქმედება, ეს არის აგრესიაც, ეს არის ენერგიის ჩადებაც და ახლა ხშირად მეკითხებიან ხოლმე რა, რომ აი სპორტ დარბაზში თუ არის საშუალება თქვათ, რომ აი რომ ვიარო ჩემთვის როგორი იქნება და მარსი როცა ხდება ლომში, ნაკლებ სავარაუდო არის, რომ ადამიანს იყოს ამდენი მოთმინება, დარბაზში წავიდეს. იმიტომ რომ ზოგადად ლომში რო პლანეტა ხდება, ის შედარებით ზარმაცი არის, შედარებით ესეთი არის რა, არ დახარჯავს თავის ენერგიას რაღაც ესეთ რაღაცეებზე, ხო? ამიტომ ცოტა პრობლემა არის ხოლმე, აი ამ სიამაყის გადალახვა ზოგისთვის არის მოძრაობის პრობლემა, რომ აი
მიდგეს მოდგეს იქ რაღაც ესეთი აქტიურ სპორტში იყოს ან აქტიური იყოს თვითონ ცოტა ნაკლებად, იმიტომ რომ ლომი ზოგადად ესეთი არის რა, აი ფუფუნების მოყვარული არის ეს მომართვით, აი ესეთი მარსი არის, მომემსახურეთ მომართვით და მე რაღაცნაირად ესე ამაყად უნდა ვიგრძნოთ და კარგად უნდა ვიგრძნოთ. ახლა მარსი ვერ ძივით რომ აი გაიოფლოს და რაღაცა ეს მოწონდეს ეს ცხოველური რაღაც ინსტინქტები ნაკლებად ეს არის რომ ეს ზის რაღაცნაირად და ყველაფერი მორთმეული უნდა ქონდეს. მამაკაცებს ახასიათებს საკმაოდ ესეთი გამოხატვა თავის დისულოვნად მაგალითად აი ესეთ მამაკაცს ახლა ნაკლებად რომ რაღაც ისეთი გადაკვრით უთხრა ამაყი არის ესეთი მარსი ხო მამაკაცთან განსაკუთრებით და ქალს ესეთი მამაკაცი ჭირდება როცა ქალს ყავს მარსი ლომში მას ესეთი ამაყი ძლიერი გავლენიანი მამაკაცი ჭირდება ახლა ყავს თუ არა ეგეთი ცალკე თემა არის მაგრამ სურვილი არის ყოველ შემთხვევაში ამისი რომ მამაკაცი იყოს რაღაც ესეთი გავლენიანი, აი ესეთი ტიპაჟი არის მარსი ლომის ზოდიაქოში. სხვათა შორის ენერგიას ხარჯავენ ბავშვებთან, თუ ბავშვებთან მუშაობს ადამიანი, ან შვილებთან მაგალითად. შეიძლება იყოს სასიყვარულო სფეროში ცოტა დიქტატორულის გააჩნია იქ უკვე მარსის ზოგად შეფასებას და ზოგად მდებარეობას, იმიტომ რომ სადაც მარსი არის, მეგობრებო, იქ არის კონფლიქტებიც. და შეიძლება ადამიანი პირად ურთიერთობაში, სასიყვარულო ურთიერთობაში იყოს საკმაოდ დომინანტური ან კონფლიქტური თუ იმას ვერ მიიღებს, რაც მას ჭირდება, ხო? ეს მე ძალიან ზოგადად გიყვებით, იმიტომ რომ იქ თელრუკაში, როცა სინთეზს ვაკეთებთ პირადი რუკის, იქ ჩანს უკვე რეალურად როგორ მუშაობს. უბრალოდ ეს აქცენტები აუცილებლად ექნება, ხო? ამ მარს მაგალითად ცუდ შემთხვევაში შეიძლება ადამიანი როცა მუშაობს, იმიტომ რომ მარსი სამსახურებრივ სფეროში ან საქმიან სფეროში ყველაზე კარგად ვლინდება, იქ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს განცდა, რომ მე ბევრს მუშაობ და არ ვიმსახურებ ამ ბეჭდრომაც. ან რა შეიძლება ეს საერთოდ არ იყოს, ხო? ეს ახასიათებს ამ მარს. ანუ ეს გადამეტებული თვით შეფასებაც შეიძლება გამოვლინდეს ხოლმე. უბრალოდ გააჩნია აქ ვინ როგორ გამოიყენებს. შეიძლება ესეთი ადამიანი ძალიან კომფორტული იყოს სხვებთან, როგორც აი რაღაც დიდსულოვანი, კეთილშობილი, ან მოქმედებაში, აი ჟესტიკულაცია რო იტყვიან ხოლმე, აი ცოტა ისეთი კონდეს რა, აი შარმიანი და ლამაზი, ხო? იმიტომ რომ აქ ლომი რაღაცნაირად მამაკაცებს განსაკუთრებით ხდებათ ხოლმე ეს ლომი რაღაც შარმს იძლევა. მეხუთე სახლში სხვათა შორის მარსიანული ენერგია ხარ სახლები ცოტა კიდე განსხვავდება ნიშნისგან. მეხუთე სახლი ჩვენთან შვილების სახლი არის, ეს არის სასიყვარულო ურთიერთობები, ეს არის გართობა, მაგალითად დროს ტარება. აქ შეიძლება პირიქით გამოვლინდეს არა იმდენად ზარმაცი მარსი ლომივით, არამედ ადამიანი ენერგიას დებდეს პირად ინიციატივებში, ენერგიას დებდეს თამაში, სპორტი იქნება ეს შეიძლება. აი თუ ნაკლებად გამოვა სპორტსმენი, მაგალითად მარსი ლომი, აი მარსი მეხუთე სახლს აქ ამიშენს, იმიტომ რომ ენერგია იდება გართობაში, დრაივში, შეიძლება ძალიან აქტიური იყოს ადამიანი ესეთ გასართობ ინდუსტრიაში ან სპორტში მაგალითად, ხო? ან ბავშვებთან ურთიერთობაში, ან შვილებთან იყოს, აი შვილები მარსიანული ტიპის მაგალითად შეიძლება ესე იყოს, ხო? ამიტომ ცოტა იცვლება ხოლმე დახასიათება სახლსა და ნიშანს შორის ცოტა განსხვავებები არის აქ, მაგრამ თვითონ ეს მეხუთე სახლის ენერგია მაინც იგრძნობა ხოლმე, ანუ ლომური ენერგია, ხო? რომ ადამიანი მაგალითად შეიძლება ძალიან ისეთ სექსუალურად მოსწონდეს ისეთი პარტნიორები, რომელიც ან აქებს, ან რაღაც დიდსულოვანი არის, ხო? ან მისთვის მნიშვნელოვანი იყოს აღიარება, ესე რომ ვთქვათ. იმიტომ რომ ეს ლომური ენერგია მაინც აისრუტება ხოლმე რაღაცნაირად, ხო, სახლიდან ზოგადად და ესეც მნიშვნელოვანი არის აქ რომ გავითვალისწინოთ ხოლმე, შეიძლება იყოს სხვა ნიშანში და მეხუთე სახლში, ხო? აი მაგალითად კირჩხიბში იყოს მარსი, მორიდებული, ემოციური, მგრძნობიარე, მაგრამ მეხუთე სახლი, ხო? ეს არის უკვე ადამიანი რაღაცნაირად თუ თავის გარემოშია, თავის გარემოცვაში ის იშლება უკვე მეხუთე სახლურად, ხო? ის თამაში, გართობა, თამაშ-გართობას ხა საბავშვოს კი არ გულისხმობ, ნებისმიერი ცხოვრებისეული თემა ეს არის შემოქმედებითი პროცესი, ხო? ზრდასრულობაშიც, რომელშიც ასევე მეხუთე სახლი არის ჩვეულებრივად ჩართული, ხო? და აი აქ რაღაცნაირად თვით გამოხატვა, იმიტომ რომ მეხუთე სახლი ჩემი შემოქმედებითი თვით გამოხატვა არის, აი აქ ადამიანი ძალიან აქტიურად
ესე გამოხატავს ხოლმე თავს, ხო? აი ძალიან რო ჩანს ესეთი ადამიანი. ამით განსხვავდება სახლიდან ნიშანი ცოტა ერთმანეთისგან. სანამ მარს ქალწულზე გადავალ, მინდა დავასრულო მარსი ლომის თემატიკა. ეხლა მაგალითად იმყოფები პრაღაში და ისეთი ის არის, გარემო არის, აი მარს ლომს რო ეს ამოვნებოდა, რასაც ქვია, აი ესე გემრიელად სილამაზეში და ესეთ აღტაცებულ ემოციაში ჩაჯდომა და ამ ტრიპზეც მინდა მოგიყვეთ. ესე იგი, ძალიან უცნაური ისტორია, ცოტა ლირიული გადახვევა, მინდა გავაკეთო, იმიტომ რომ ლომი, ხათაშერის და მეხუთე საკლი ხშირად ცხოველების თემაც არის და რამდენიმე წლის წინ, 6 წლის წინ დაახლოებით ბოლნისის ტრასაზე ვნახე ერთი დამტვრეული ნაავარიები ძაღლი. ხო და მე და ჩემმა ქმარმა ვატარეთ ეს ძაღლი ექიმებში, ოპერაციები დაჭირდა, მოკლედ მთელი ისტორია ქონდა ლეოს, დიდი ბომბორა ძაღლი იყო და მოკლედ ავსტრიაში ვენაში ცხოვრობდა ერთი გოგო, რომელიც კონტაქტი ჰქონდა ეზოთერული თემებიდან, ესე რომ ვთქვათ და ბოლო უყურა გოგომა ჩემს თხოვნა ხო ეწონას რომ იჩუქეთ ეს საწყალი ძაღლი თქო და მე მაშინ ძაღლი მყავდა და მთელი ამბები იყო და მოკლედ წამოვიყვანეთ ვენაში, გაჩუქდა ჩვენი ცუგა ვენაში, თამი წამოიყვანა და 6 წლის თავზე თამის ვესტუმრეთ ლეოს სანახავად, ეს არის ჩემი თამი, რომელთანაც დავმეგობრდი, ამიაჩვენე. როზას დავმეგობრდი და ყველაზე ესეთი ეს იყო რა ლეო ვნახეთ, ჩვენი ცუგა, რომელიც 9 წელი შემფარებლებთან და სადარ ვყავდა, სანამ თამისთან გაუშვებდით და საბუთებს გავაკეთებდით და მოკლედ ყველაზე მაგარი რა მოხდა, რომ ლეო გაჩუქდა და თამი არის გიდი ავსტრიაში. ლეო სანახავად ჩამოსულებს მოგვატარა სამი ქვეყანა. დაგვატალიერებინა ისეთი სოფლები, რომელიც აზე არავინ არ არის, მე მგონი მაგის არსებობის და ყველაზე ესეთი ფრაგმენტი იყო ეხლა რომ მარს ლომზე ვსაუბრობდი, თამი ხსნიდა რომ კეთს თავის მეგობრების და ეხლა მეუბნება რომ აი მარსი ლომი ყავს ამახლებელსა და ზუსტად მოყვა ისტორია, მოკლედ როგორ ჯდება ამ ტიპაში ეს ადამიანი და მოკლედ თანაც რომ ეს Karapetde olmadı. Kalamadı. Kaçırdı balonsunu kaçırdı da mere gayet გადაღწევა გიქე. ხო და ეს ჩანს მარსი შეგვიძლია ხოლმე უბრალოდ რომ აი შეიძლება არც ვიცოდეთ მარსი, მაგრამ ეს ატყავს ადამიანს, არა ეთყობა, კაცებს განსაკუთრებით ეთყობა. შეიძლება ქალმა დაფაროს ეს, არა კაც ეთყობა. აქტიობის დროს აი არისტოკრატიული და რაღაცა ილუმინის. ეს ახასიათებს ყველა მარს ლომს. არა აქვს უკვე მნიშვნელობა, იქ მერე ჩაშლახდება ასპექტები, სახლები, ყველაფერი, მაგრამ იდეა არის ხოლმე ეს ამ მარსის, რომ ეს მიყურეთ. ლამაზად უნდა მოქმედებდე, ხო, ესეთი ტიპაში არის. მარსი ქალწული განსხვავდება სხვათა შორის ლომისგან. პირიქით, მარსი ქალწულში, თვითონ ქალწულის ენერგეტიკა, ეს არის ინტელექტუალური ენერგეტიკა, ეს არის წვრილმანებზე ორიენტირებული სისუფთავე. სხვათა შორის ძალიან ბევრი ექიმი ვიცი, მარსი ქალწული, ძირითადად ან ვეტერინარები არიან, ან ექიმები არიან, ეს მარსის ენერგია, ან რაღაც ყურებს რო ხრიტავენ და რაღაცებს რო აკეთებენ, ხოლმე ხშირად არის ესეთი მარსი დაკავებული, ეს ახლა მარს ლომს ეკა აკლია, მე საუკეთოს ვინმეს. მაგრამ მარსი ქალწული მთავარი ენერგია ირთვება სისუფთავე, ენერგია ირთვება მსახურებაში, რომ მათ სურთ, რომ ემსახურონ ან გარემოს, ან რაღაც საქმეს, ხო? და ძალიან დიდი მოწესრიგებულობისკენ სწრაფვა არის. არ არის ახლა ეს აპრიორი რომ ეს ადამიანი მოწესრიგებული იქნება თუ არა, მაგრამ აი ისე უნდა ჩავთო სექსუალური ენერგიაც მოდის, როცა იმაშინ ირთვება, როცა რაღაცა მოსაწესრიგებელი არის, ან რაღაცა სუფთას და ლამას ხედავენ მაგალითად, ხო? ძალიან მოწესრიგებულს ხედავენ, ან მამაკაცში, ან ქალში მაგალითად, ხო? მას ჭირდება ამ მარსიანულ ენერგიას ჭირდება აი ეს დრაივი ქალწულის ენერგეტიკას რაც აქვს. ეს არის ინტელექტუალურობა, სისუფთავე, პრაგმატულობა, ძალიან ისეთ მაგიტომ ხდებიან ხშირად ექიმები, რომ აი
აი მთელი ენერგია მიდის რაღაც დეტალებზე კონცენტრირებით, მაგალითად, რაღაც ჩაკირკიტება რო შეუძლიათ და უყვართ, მანდ ახლა თუ არის მარსი მე-10 სახლში, იქ კიდე უკვე დამატებით ენერგია შემოდის, თხისფული, ან თუ არის მე-9 სახლში, ეს უკვე ფილოსოფიურად იშლება მაგალითად, მაგრამ აი ფილოსოფიურად იშლება დეტალებზე მაგალითად, ხო, აი სინთეზი რო წარმოვიდგინოთ, ხო, აქ და ამას ვაქცევთ ყურადღებას. ხშირად შეიძლება იყოს კუჭნაწლავის პრობლემებიც, იმიტომ რომ თუ მაგალითად მარს ლომს შედარებით შეიძლება გულსიზრხთა პრობლემები ქონდეს, ან რაღაც ესეთი გულთან დაკავშირებული, ხო? ან ხერხემალიც არის, ხერხემალი არა, პირდაპირ ხერხემალი, უფრო ზურგის არის ზოგადად ლომის ენერგეტიკა არის პლუს კიდევ და მან შეიძლება პრობლემები ქონდეთ, მაგრამ მარს ქალწულს კუჭნაწლზე აქვს ხოლმე ძირითადად პრობლემები, ან შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემებიც გამოვლინდეს, იმიტომ რომ მარსი ეს არის აგრესია, ეს არის ომი და თუ არ არის რეალიზებული მარსი იტენება სხეულში ენერგია და ის აუცილებლად მე იმ ორგანოებს არტყამს, რა ნიშნისთვისაც არის დამახასიათებელი ის ენერგია. ხო, ისიც უნდა გავითვალისწინოთ. თუ არის ნეგატიურად დაასპექტირებული მარსი, ეს უკვე ნიშნავს ხოლმე, რომ ადამიანს პოტენციურად აქვს შანსი ის ენერგია დესტრუქციულად იყოს გამოყენებული და შესაბამისად არტყამდეს ან ორგანოებს, ან გარკვეულწილად იმ ენერგიას, რასაც მართავს, ხო, ეს ქალწული, როგორც წესი, ეს არის კუჭნაწლავის ზონა. მე-6 სახლში ცოტა სხვანაირად მუშაობს, თუმცა ის კუჭნაწლავის თემა. მე-6 სახლი არის, ადამიანი შეიძლება იყოს მაგალითად, ადრეც მაქვს, მე მგონი, ნათქვამი ეს შინაური ცხოველები არის მარსი და ან არიან ძალიან აქტიურად ჩართულები მარსი მე-6 სახლელები, ან ცხოველებს უნდა მივხედვან, იქიმი ვარ, ან კურნალობაში ვდებ ენერგიას, ან ვიმსახურები ადამიანებს, ან შეიძლება იყოს ჩართული როგორც ცხოველები მკმენენ. მაგალითად, ბევრი ვიცი მარსი მე-6 სახლში, რომელიც დაგლიჩეს სახლებმა. აი ცხოვრებაში ცხოვრობს არ უყვენია ჩემთვის აი კოლონაში შესულარ ძაღლების კოლონაში და არავერი მარსი მე-6 სახლში და რაღაც იხვი გაეკიდა და დაკმეს ან რაღაც ეგეთ საოცრებები ემართებათ ხოლმე იმ შემთხვევაში თუ ეს არ არის დამუშავებული ენერგია ხო სხვადასხვა ტრანზიტშიც თუ გადის მანდ მარსი ხანდახან მანდაც შეიძლება რაღაცა მოხდეს ნათელურში რო არ იყოს მაგრამ იდეაში ყურადღებით უნდა იყვნენ ხოლმე მაინც შინაურ ცხოველებთან. ეხლა მე როგორც თამამდები შეიძლება ცხოველებთან ესე მარს მე-6 სახლს არ ვურჩევ. ეს არის ჭრილობებისკენ მიდრეკილება, ბაზრდანებთან ფრთხილად უნდა იყოს ეს მარსი მაგალითად. არა მთლად მარსი ქალწულში, უშუალოდ მე-6 სახლს ეხება ეს ხო? ბასრისაგნები, იქ რაღაც ტრამვები, მიკროტრამვების მიღების ალბათობა ძალიან მაღალი არის ხოლმე და მანდ მარსი ცოტა ისე ფრთხილად უნდა იყოს. ძირითადად ეს არის არააგრესიული, მეგობრებო. მარსილომი თუ იმდენად ზარმაცია რომ მაგეთი არ არის აგრესიული. ეგ ყაყლი ხო. ვინმესთან აგრესიული იყოს, მარსი ქალწული ზოგადად მშვიდი, აი კონკრეტულად საქმეზე მიმართული მარსი არის. განსხვავებით ახლა მაგალითად მარსი ვერძისგან, მაგალითად მარსი კირჩხიბში ცოტა კაპარჩხანა მარს ვეძახით, ხო, ყველას თავისი პრობლემები აქვს, მაგრამ თვითონ ქალწულში არ არის აგრესიული მარსი, თვითონ ისე პოტენციალი ამისი არ აქვს, თუ არ არის ხა პირველ სახლში ან პლუტონთან ასპექტირებული და ამ შემდეგ მერე ჩაშლა ხდება, ხო? თუ რამე კითხვები კიდე დამატებით გექნებათ ხოლმე მეგობრებო შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ ვიდეოში ხოლმე და მე ყოველთვის ვითვალისწინებ ამ კომენტარებს თუ მოიწონებთ ვიდეოს კიდევ უფრო კარგი იქნება რომ სხვებსაც შეეძლოთ ამ ვიდეოს ყურება ძალიან იშვიათად ვითხოვ ხოლმე ამას სხვათა შორის და არა და მნიშვნელოვანი არის და უბრალოდ ისეთ გავერთობი ხოლმე საუბარში რომ ესეთ რაღაცები მოვიწყდება მერე ძალიან საინტერესო თუმცა ცოტა პრობლემატური მდებარეობა არის მარსი სასწორში ძალიან გავს მარსი კუროსთვის დამახასიათებელ ენერგიას ანუ ვენერას სამფლობელოში როცა ხვდება მარსი ვენერას ენერგეტიკა სასწორში ხო ცოტა განსხვავდება თვითონ მარსიანული პრინციპისაგან ხო მაგიტო ვიძახით ხოლმე რომ თავად კარგი მარსი არ არის სასწორი ეს არის ბალანსი ეს არის შეთანხმება და არა ბრძოლა ეს არის
დიპლომატიური კავშირების გაბმა და არა ინტერესების დაცვა. ამ დროს მარსის ფუნქცია ეს არის, რომ ჩემი ინტერესი არის მთავარი, მე უნდა გადავრჩე, მე უნდა მოვიპოვო რაც მეკუთვნის და ამ დროს სასწორი არის, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ ეს ყველაფერი პარტნიორებთან ერთად, ანუ მაქსიმალურად ეს სასწორის ენერგია არის კავშირებზე ორიენტირებული და არა ეგოზე ორიენტირებული. და აქ შეიძლება ადამიანს ცოტა კომპლექსი ქონდეს, რომ აი მე სადღაც მერყეობ, როცა არის იქ ვიღაცას უნდა დამახურო თავზე ყველაფერი, შეიძლება ვიმერყეო. ახლა ღირს არ ღირს. ახლა უხეშება ხო არ იქნება ახლა ამას რომ რაღაცა აგრესიულად უთხრა, ხო? იმიტომ რომ შინაგანაც სასწორი მოითხოვს შინაგან ბალანს მოითხოვს ყოველთვის ხო გარემოსთან და აქ მარსიანული ენერგია რაღაცნაირად აქ ცოტა კონფლიქტს ქმნის, შიდა კონფლიქტი იქნება. ამიტომ თქვენ თუ დაკვირვები ხართ, ვინც კარგად ერკვევით ასტროლოგიაში, ძალიან მარტივი არის შევხედოთ ადამიანებს მარსის სასწორში ვისაც ყავს. ნუ ან მოდი მე-7 სახლში ესეც რო ავიღოთ, როდესაც ჩხუბობენ ძალიან დიპლომატიურად, სასამართლოზე გეგონება თავი. აი შენ ახლა ეს პუნქტი ამ სამართლიანობის ასპექტში ეს პუნქტი დაარღვიე და ესეთ კონფლიქტში შედიან. ესე რო ვთქვა ადამიანებთან. ანუ აი სამართლებრივად შეიძლება დაუსაბუთოს ადამიანს, რომ ის არასწორი არის. ძალიან დიპლომატიურად, აუღელვებლად, ძალიან უნდა იყოს ეს მარსი გადაგვარებული, რომ მარსმა სასწორმა იქ კონფლიქტი ჩართოს. როგორც მარს ყუროს არ უყვარს კონფლიქტი, ითმენს სასწორი, უფრო აი ვერ წყვეტს, ჩავერიო თუ არ ჩავერიო. ვაწყენინო თუ არ ვაწყენინო, მაგრამ თუ გადაწყვეტს, მან უკვე მიდის ორ სკამზე ჯდომა. ანუ მარსი ვერც საერთოდ არ აინტერესებს ახლა ვინ არის მართალი, ვინ არის ესე ფიქრობს და მორჩა იძახით. მარსის სასწორი დაიწყებს იქ მერყეობას უკვე, რომ მოდი რა ისე შევთანხმდეთ, რომ ორივე მართლები ვიყოთ. და დაიწყებს იქ ძიებას და ეს დიპლომატიური ჟესტიკულაციაც რომ იქნებ, მოდი შენ ახლა ამას და ამას არ ღვევ, ეს არის შეთანხმებისკენ კიდე გადადგმული ნაბიჯი, ესე რომ ვთქვათ, ხო, რაღაცნაირად ენერგიას დებენ, იქნებ ცოტა აი ის წითელი ხაზები არ გადავყვეთოთ, რომ მე ვერჩი არ გადავარდეთ. რა თქმა უნდა, იქ გადავარდება როგორ მაგალითად დაარტყას პარტნიორებს. მაგალითად კონფლიქტში შევიდეს პირად ცხოვრებაში ეს ერთ-ერთი აგრესიული მარსი არის. ქორწინების პარტნიორთან იმხელა პრეტენზიები შეიძლება იყოს აგრესია სულ პარტნიორზე, მაგალითად, ხო? ძალიან გავს ვენერა მარსის შეერთებას. თამით შევხვდოთ ხოლმე კადრში ცოტა, რომ არ გამოვიდეს რომ სადღაც ხარში ვლაპარაკო. იცის ხარშის მეგობრებო ყოველთვის ხარში ვლაპარაკობ და პირველად მიზის მსმენელი. ესე. ხო და არის ხოლმე აქ ისეთი მომენტი, რომ აგრესია ეხლა ომის პლანეტა, როგორც მარსი ტყუპებში დადგება და ნათესავებთან ბრძოლა შეიძლება გააჩაღოს ან დაძმასთან, ეს პარტნიორებთან. საქმიანი პარტნიორები იქნება, ეს ქორწინების პარტნიორები იქნებიან, ესენი ეს არის აგრესია, მაგრამ არ არის აუცილებლობა, აქაც გააჩნია მარსი ჰარმონიულად არის თუ ნეგატიურად. თუმცა კომპლექსები ყოველთვის არის, მამაკაცებს განსაკუთრებით მარსასწორებს აქვს პეწი ლამაზად უყვართ გამოწყობა, მისი სექსუალურობა, ეს მისი ელეგანტურობა არის. მამაკაცებს ეს აქვს და ქალი მარსის სასწორი, ხო, ესეთი მამაკაცი ჭირდება მას. ანუ მისთვის სექსუალურად გამოიყურება ელეგანტური ადამიანები და არა მარტო ახლა სექსუალური ენერგია, ეს არის რომ მე გარშემო როგორ ადამიანებთან ჩავერთვები აქტიურობაში. ახლა როგორც მარსი ტყუპი, ახლა უტვინოსთან ვერ დაიწყებს საქმეს, არ დაინტერესებს უბრალოდ, ხო, ადამიანი რომელსაც არ ლაპარაკობს, ხა მარსი ტყუპს არ დაინტერესებს ესეთი. შესაბამისად, მარსის სასწორიც ესეთი არის, რომ პეწიანი და ხვეწილი, ლამაზი, დიპლომატიური, ჰარმონიული თუ არ არის ადამიანი, იქ არ ირთვება მარსი, არ აინტერესებს უბრალოდ, ხო? აი ეს არის ძალიან აი ჩემთვის სიგნალი არის ხოლმე რაღაცნაირად ადამიანებთან ურთიერთობაში, ეგრევე ეთყობათ ის სიმშვიდე, რაღაც ისეთი მიხრა-მოხრა, ესთეტური, თან კაცი თუ არის განსაკუთრებით ლამაზად გემოვნებითაცვია, ახლა მე სასწორებენ მაგ რუკაში და ამას ეგრევე ვგრძნობ ხოლმე. რაღაც ყავს უკვე. კაც უფრო ეთყობა მარსიანული ენერგია. ესე იგი აქ მარსი შეიძლება უფრო იყოს მე-7 სახლში. ეს უფრო პარტნიორი არის, მეგობრებო, მარსიანელი. ძალიან გავს, რომ მარსი
მეშვიდე სახლში ძალიან მსგავსი არის, როგორც კიდევ უფრო ძლიერად მუშაობს, ვიდრე მეშვიდე სახლი ვერცხში, მარსია მართველი. მაგრამ ეს უკვე პარტნიორი არის. პარტნიორი არის აი მარსიანელი რა. რისას მასთან დაპირისპირება. ეს არის ომი პარტნიორთან მარსი მეშვიდე სახლში. მაგრამ არ არის აუცილებლობა, შეიძლება პირიქით ძალიან მოწონდეს ადამიანს აი ესეთი აქტიური, დრაივერი პარტნიორები, თუმცა აქ ომიც შეიძლება იყოს, დაპირისპირებაც შეიძლება იყოს მარსი მეშვიდეში. ხო, ეგ აღარ მახსოვს. ომი იქნებოდა პარტნიორებთან. ეს არის, ოღონდ ეს არ არის. ეს არ არის ბოღმა აგრესია ომი. ეს არის აი უცებ დავაყარეთ და მე აღარც მახსოვს რატო რატო ვიჭხობთ ეგარ მახსოვს, იმიტომ რომ მარსი იმპულსური, ეს პლუტონი არის მეშვიდეში მძიმე, ეს არის უკვე განგრძობითი ხმა, ბოღმა და აგრესია, მაგრამ მარსი ეს არის იმპულსური, ჭუბი. ხო, ეს არის, ოღონდ დავაყარეთ ერთმანეთს. და იმპულსური, ოღონდ არა მაინც გრძელვადიანი ხოლმე, როგორც ეს მარსი წყვეტს მაინც ურთიერთობას ხოლმე, არა ყოველთვის, მაგრამ ეს ახასიათებს მარსს მეშვიდე სახლს და პარტნიორებიც, ხა მარსი ბიჭი არის. ბიჭური ენერგია, გოგოებით, ის მეშვიდე სახლი თუ ვერ ძითეწყება კაცს მაგალითად სიტყვაზე, ხო? ქალი შეიძლება მოწონდეს გიჟი გადარეული მარსიანული ტიპაჟს. ხო? აი მაგალითად იყოს აი მე რომ ვაფრენ ხოლმე ჭკარა კადრ დავკრივარ აკეთიკეთ ეს მარსიანული ტიპაჟი არის ხო აი შეიძლება აქ იმაზე კი არ არის რომ კაცივით გამოიყურებოდეს ქალი შეიძლება ძალიან დახვეწილია ნაზია მაგრამ აი ეს მარსიანული გაწევა უნდა ქონდეს და მსგავსი არის მარსიც მეშვიდე სახლში ესეთი ქალი უნდა იყოს კაცისთვის მაგალითად მარსიანული მებრძოლი უშიშარი აქტიური და დამოუკიდებელი. კაცის შემთხვევაში რა ქალის რუკაზე როცა არის, ხო? ეს ბიჭუშკა ტიპებს იზიდავენ. პატარა აი ბიჭუშკა ენერგია არის მარსი რა. იქ თუ პლუტონი ზის და სატურნი სერიოზული ტიპები არიან, ძიმე ტიპები არიან მეშვიდე სახლელები, მაგრამ მარსი მაინც ისეთი არის რა. აი ბიჭუშკა ცუდი გაგებით არ ვამბობ. აი ახალგაზრდული რო უჭირავთ, ან დაუფიქრებელები რო არიან, რაღაც ისე მოქმედება რო აქვთ ისეთი რა, გაუთვლელი, იმპულსური მოქმედებები რო ახასიათებთ, აი ესეთი კატეგორია ხდებათ ხოლმე როგორც წესი უფრო, ხო? ანუ მიზიდვა ამისი ხდება. და მარსი, როდესაც ხდება მორიელში და გავჩერდებით უკვე ეს მე სხვა ვენაში ჩავდივართ მე და იქ გაგიგრძელებთ დანარჩენ მარსებს. მარსი მორიელი აი ამ ლამაზი დახვეწილი სასწორისგან, აი ამ ძირფასუნამოებში და ლამაზ ტანსაცმელში გახვეული მარსისგან უცებ გადავდივართ ძალიან ჭკვიან. ჩემ მერკური მორიელში ყავს და ხვდები რაზეც ლაპარაკობთ. ძალიან ჭკვიან, ძალიან ანალიტიკურ, ძალიან მებრძოლ, ძალიან ღრმა მარსთან, როდესაც მორიელში ხდება, ან მერვე სახლში როცა ხდება, ეს არის ღრმა ადამიანი, ეს მისი მოქმედებები ყოველთვის დამკვირვებლური არის, იმიტომ რომ მორიელი ეს პლუტონის სამფლობელო არის და პლუტონი ჩვენთან ეს არ არის ვერძიულად ღია ომში. ხა მე ვერჩი მყავს რაღაც მნიშვნელოვანი ისედი და ღიად რო ამბობ ხოლმე. მომწახარ ან არ მომწახარ. მარსი მორიელი ესეთი არ არის, ეს არის ძალიან ჭკვიანი, ძალიან დაკვირვებული. სტრატეგიკოსი, მოდი ესე ვთქვათ, ინტელექტუალი და ხშირად კაცები განსაკუთრებით ან უსაფრთხოების სფეროში შეიძლება ამარსით წავიდნენ, ან სტრატეგიკოსები იყვნენ, ანალიტიკოსები იყვნენ, ანუ ანალიტიკური ტიპაჟები არიან. და თუ ესეთი ადამიანი არის ასტროლოგიაში დააბალ განვითარებას რო ეძახიან, შეიძლება იყოს ესეთი ადამიანი სექსუალურად აქტიური, აბა ის მოვიპოვო, აბა ეს ყავდეს, ანუ უფრო მოპოვებაზე ბრძოლას, აბა თუ გამოვა. აი ეს ჟილკარო აქვს, ხო? ეს ვეძახით ხოლმე ცოტა დაბალ ვიბრაციას მარსის და უფრო მაღალ ვიბრაციაში ეს არის ამტანი ყუროს ენერგეტიკასთან ძალიან ახლოს არის ოპოზიციური ენერგეტიკა, არის ამტანი, გამძლე, ოღონდ ფსიქოლოგიურად ამტანი და გამძლე მარსი არის, ენერგეტიკულადაც ამტანი მარსი არის. ესენი ძალიან მაგრები არიან, აი ბოქსის
თემატიკა ზოგადად ეს მარსი მორიელის თემა არის, აი ამ ტანობაზე, აი იმაზე რომ მუშაობთ რა. აბა სად არის ჩემი ის მთავარი წერტილი, სადაც აი ეს თუ გადავლახე მერე უკვე ძალიან მაგარი ხდები. აი ჟილკა აქვს მარს მორიელს რა, რომ მას უყვარს კრიზისები, უყვარს თავის ჩაგდება. აი ამ ტანობის წერტილამდე სადამდე შეიძლება გამოსცადოს თავი და შეიძლება როგორც ფიზიკურ აქტივობაში, ისე ფსიქოლოგიურ აქტივობაში, მაგალითად წავიდეს ქირურგიაში, ან ისეთ სამსახურში, სადაც აი ეს არის დასაჭერი რა, რომ აბა გავძვრები აქ თუ არ გავძვრები რა. ის? თასლელებს? ეს არის ამტანი მარსი? აი ნამდვილად. აი ესეთი რომ აი ვინც ეს მახსენდება ხა ამას მითხრა ერთხელ მეგობარმა რომ ავდიოდითო რომელიღაც წერვალზე რთული გზითო და ლოცულობდიო რომ ღმერთო აი ჯამობიდეო და აი რამ წამიყვანე 17 წლის იქო რა ანუ თვითონ მიყურები აი მორიელებისთვის აი ესე კი აი კლდოვან სრულ კლდეზე რომ მიდის დაცვის გარეშე პროსტა უხურე და შოქში და სხვადასხვა აი ომშიც არის რომ ხშირად ესეთები ომშიც გამოირჩევიან ეს დრაივი არის მათთვის თავარი ექსტაზი თავარი ეს სექსუალური ენერგიაც ბრაზიც აგრესიაც ყველაფერი ამაში იდება ხოლმე აი ამ რისკში ხალებიც არიან ძალიან კარგი თავსმოლები მეგობარებს და უშიშრები არიან არც არის შიდიან კი აი უშიშრები არიან და განსაკუთრებით აი ისეთ სპორტშიც როგორიც მთა არის ხშირად არიან ხომ ზანზრიერები იმიტომ იქ ამტანობაა საჭირო სერიოზული ამტანობა არის ჟილკა არის საჭირო ხა მე მარს ვიტყუპი ხო წოჩი მომწყინდება აი მარსი კურო წავა ბოლომდე მარსი მორიელი წავა ბოლომდე ხის გაცხათა შორის აი მეთოდურად ნენელა მაგრამ მარს მორიელს აქ დრაივი ექნება აი ესეთი დრაივი აი ამას თუ გადავლახავ აი ეს ჟილკა აქვს რა ძალიან სერიოზული რა ძალიან კარგი კონტროლები და მაგის ცოცვა მაქვს სისველეში ნანახი აი სველ კედელზე უბრალოდ დაცვის გარეშე ნუ აი შოკის ხალებიდან არა მაგ მოდის ეს ენერგია აი ესეთ სიტუაციაში მოდის ეგრევე ფიზიკური ენერგია და მოდის ის დრაივი და კი მორიელი როგორც ესეთი ფიქსირებული ჯვარი არის და აი მარსი კურო სხვათა შორის და მარსი მორიელის ეს ფიქსირებულ ჯვარში აი ეს სტაბილურობისკენ სწრაფვა ძალიან ახასიათებს სხვათა შორის ახლა ვინც კარგად სწავლობთ ასტროლოგიას სკილებს გიგდებთ რა ურანი თუ არის მარსთან ეს არ გვყვარს იმიტომ რომ ძალიან ქაოსური ხდება მარსი მაგრამ ფიქსირებულ ჯვარში თუ არის კურო მორიელის ღერძზე სერიოზულად ასუსტებს ურანულ ენერგიას იმიტომ რომ მაინც დაფიქრებაზე მაინც სიმშვიდეზე არის ესეთი მარსი ორიენტირებული სტრატეგიას თulis მაინც და ეს სტრატეგიკოსები ანალიტიკოსები არიან მარსი მორიელები და ხშირად ბავშვები რომ უნდათ რუკა გაუკეთონ და აი ძალიან დიდი დოზით მან მარსის მდებარებას უყურებ, თქვათ, რა სად შეიძლება მოხდეს განტვირთვა მარსიანული ენერგიის, ხო, იმიტომ რომ ბავშვს აგეს მარსიანული ენერგია და მერე სიცხემა 40-მა რო არ ახიოს ერთხელაც, ხო? ესე იგი აქ სადღაც მარსიანული ენერგია არ იხარჯება. და აქ მიდის მერე მთავარი დაკავება, მაგალითად მარს მორიელს ახლა ჯგუფურ სპორტში ვერ ჩართავ, ეს მერწყულის თემა არის, მარსი მერწყულის თემა არის, ხო? მარს ლომს ვერ ჩართავ, ახლა რაღაც ასევე გუნდურო იმაში, ხო? აი, აქ არის მნიშვნელოვანი მარსის ფუნქცია, შევისწავლოთ, რომ ვნახოთ ბავშვი, ან ადამიანი თუნდაც სად ხარჯავს თავარ ენერგიას, ხო? ეს არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი, სადა აქვს მე რო არ ვილაპარაკო ფილოსოფიასთან შეიძლება დამემართოს, ხო? იდეაში ძალიან შაბლონად რო გითხრათ რა, იმიტომ რომ მარსი გროვდება სასუნთქზებში, ანხელებში, ტყუპები და იქ მე ხელის გაჭრები, იქ რაღაც 1000 რაღაც შეიძლება მოხდეს, მაგრამ არ არის დაცლილი, ეს შეიძლება თამი ყელზე გქონდეს პრობლემები, მაგალითად მარსი კურო, ხო? ესე საყლაპავი მილიან თვით გამოხატვის პრობლემა, ანუ ყველას აქვს თავისი ენერგია რა, აი აქ მარსიანული მდებარეობით. მერვე სახლს ახლა ორ სიტყვას ვიტყვი, ხშირად ეშინიათ ხოლმე მერვე სახლი მარსის, რომ ეს შეიძლება იყოს უბედური შემთხვევები, კრიზისები,
არის რაღაც სიმართლე ამაში, ოღონდ მნიშვნელოვანი არის აქ მთელ რუკაში რა ხდება, თორე შეიძლება მარსი მეორე სახლში იყოს, რომ ადამიანი იყოს ძალიან კარგი ანალიტიკოსი ფინანსური. შეიძლება აქტიურად ენერგიას დებდეს სხვის ფულში, სხვის რესურსებში მაგალითად, ხო? და ან იბრძოდეს სერიოზული გავლენებისთვის, ხო? სხვების ენერგიასთან კონდეს რაღაც კონტაქტი, ეს კარგი მდებარეობით და თუ არის იქ ნეგატიური ასპექტები, ზოგადად უყურებ კიდეც რომ რუკა მაინც ვერ არის კარგად ან მარსი რომელიც სახლიდან მოდის, აქ შეიძლება გამოვიდეს აი ომი, ჩხუბები, კონფლიქტები სხვისი ფულის გამო, აი განქორწინებაში რო ხოცავენ ერთმანეთს, ხო იცით გაყოფები ფინანსური რა ხდება. როგორც წესი მარსი მერვე სახლისაც გავლენა არის ხოლმე ეს და რისკიც არის ხოლმე ვთქვათ ტრამვების ალბათობა, ოღონდ აქაც რა თქმა უნდა მთლიან რუკას უყურებთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ყავს მარსი მერვე სახლში და არანაირი პრობლემა არ ქონიათ, ხო? აქაც ის მორიალური დრაივი შემოდის, სექსუალური ენერგია უკვე ძალიან დიდი შემოდის, ეჭვიანობები, მესაკუთრეობები. პრინციპში რაც მარს მორიელს ახასიათებს, მერვე სახლი კიდე ცოტა სხვანაირად შლის, მაგრამ ენერგეტიკა მსგავსი არის, ხო, ეს მესაკუთრეობა მორიელს ახასიათებს ზოგადად. ეს აქ მინდა რომ გავჩერდეთ მეგობრებო, დანარჩენს სხვა ლოკაციიდან შემოგთავაზეთ, უბრალოდ უნდა გავიდეთ ჩვენც უკვე გვეჭკარება, შევაყოვნე ხალხი. იმედია საინტერესო იყო თქვენთვის ეს ვიდეო, ცოტა ცოცხალ ფორმატში გავაკეთეთ და მგონი ესეც საინტერესო იყო სპონტანურად. ყველაზე ერთი ის უნდა გითხრათ, რომ ჯდები ვიდეოს ჩასაწერად ხოლმე. ეხლა რაზე გავაკეთო ვიდეო, ესეთი არა, ეს არ ვემზადები. აზე არა ვარ ყველერაზე წერ ვიდეოს. უბრალოდ იმდენი თემები ვიცი, რომ აი დავსვი მალაპარაკებების მიერ თემაზე, თორე შეიძლება ეს იგრძნობა ხოლმე, რომ თლად ისე არ მაქვს ხოლმე მომზადებული, იმიტომ რომ იმდენად ისეთი რეჟიმი მაქვს ცხოვრების, ეხლა დავჯილდე ამაზე ვიფიქრო და მოვემზადო, ამის დრო ნაკლებად მაქვს ხოლმე. თუმცა მაინც გონია, რომ საინტერესო რაღაცებს გიზიარებ და წარმატებას გისურვებ და დროებით მეგობრებო.